ძლიერი კონფლიქტი იყო შიდა ქართლში მაშინ და თვითონ ეს ოსების შემოჟონვა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კარგა ხნის მანძილზე, რამდენიმე საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა. მაგრამ აი ეს ვითარება, რომელიც ეთნიკური თვალსაზრისით იყო აქ შექმნილი, სწორედ ეს ეთნიკური ვითარება აძლევდა რუსებს საშუალებას, რომ ამ პერიოდში როკის ან მამისონის უღელტეხილის გავლით აქ შემოეგზანა ერთის მხრივ თავისი სამხედრო რესურსები, თავისი აი ეს მასალა, ამუნიცია და სხვადასხვა აეჯანყებინა, დახმარებოდა აჯანყებულ ოსებს. ანალოგიური ვითარება არის დაუშვათ ჯავახეთში, სადაც იმ ხანებში ასევე 18 წელს იფეთქა ესე იგი ეს რეგიონი ცდილობდა გამოყოფოდა საქართველოს და შეერთებოდა ფრონტს და იანვრიდან თვალყები ოქტომბრამდე გარკვეული ნიშნებიც